გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კახეთში რთველის მიმდინარეობას გაეცნო. გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბში მინისტრთან გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები და კახეთის მუნიციპალიტეტების მერები დაესწრნენ. ლევან მეხუზლამ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა გადამუშავებული ყურძნისა და მოსავლის დაბინავების პროცესის შესახებ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით წელს ჭარბ ყურძნს სახელმწიფო საწარმოები ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად ჩაიბარებენ. საფერავისას ლარნახევრად, ხოლო სხვა საღვინე ჯიშებს ლარ და 20 თეთრად. არაკონდიციურ დაზიანებულ ან დაავადებულ ყურძნს კი არანაკლებ 1 ლარად. მოგეხსენებათ, რომ რთველი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სოფლის მეურნეობაში ჯამში, იმიტომ რომ ფაქტობრივად მთავარი საექსპორტო პროდუქტის მოსავლის აღება დაიწყო შესაბამისად მნიშვნელოვანი არის რომ ეს პროცესი მიმდინარეობდეს თანმიმდევრულად, მიმდინარეობდეს სწორად, განსაკუთრებული აქცენტები კეთდება, რა თქმა უნდა, ყურძნის ხარისხთან მიმართებით, როგორც წლის დასაწყისიდან აღვნიშნავდით, ყურადღება ექცევა და დიფერენცირება ხდება მაღალკონდიციურ და არაკონდიციურ ყურძნთან მიმართებით, შესაბამისად ეს აისახება ფასში. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ შესაბამისად ღვინის ეს ყველაფერი ასახული იქნება უკვე ღვინის ხარისხში, რაც საქართველოს ღვინოს კიდევ უფრო მეტ სიძლიერეს შეძლეს საერთაშორისო ბაზრებზე. რთველი გახურდა დედოფლის წყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. ამ ეტაპისთვის 12,000 ტონაზე მეტია გადამუშავებული. აქტიურად მიდის კრეფა ამ ორ მუნიციპალიტეტში. დღიური გადამუშავება უკვე გასცდა 1000 ტონას. ჩვენ მჭიდრო კავშირი გვაქვს მოსახლეობასთან, ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით და ფაქტიურად მოსახლეობა წინასწარ იცის, თუ ეს დაკრეფილი ყურძენი სად უნდა დაბინავდეს, რა შესაძლებლობები აქვს ქარხნებს, ყოველდღიურ რეჟიმში მიეწოდება განახლებული ინფორმაცია ამის შესახებ, ასე რომ მოსახლეობამ უკვე წინასწარ კრეფამდე იცის, თუ რომელ ქარხანაში უნდა დააბინავოს თავისი ყურძენი. Ველი 2025-ის წარმატებით ჩატარების მიზნით ყოველდღიურ რეჟიმში სისტემატიურად კოორდინაციაში ვიმყოფებით როგორც რთველის შტაბთან, ასევე კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან. დღეს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრმა მუნიციპალიტეტის მერებისგან და რთველის შტაბისგან, ასევე რთველის შტაბში ჩართული ყველა მხარისგან მოისმინა ინფორმაცია რთველის ორგანიზებულად მიმდინარეობის შესახებ.